მოსახლეობა, რომელიც მდინარე ლიახვზე გადასასვლელი ხიდით ყოველდღიურად სარგებლობს, იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ხიდზე გადასვლის დროს ექმნებათ. ხალხი აცხადებს, რომ აქ გზის სარემონტო სამუშაოები წლების მანძილზე არ ჩატარებულა. დაზიანდა ასფალტის საფარი. წარმოქმნილ ორმოებში წვიმის დროს ხდება წყლის დაგროვება, რის გამოც ფეხით მოსიარულეებს მოძრაობისას სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ხშირ შემთხვევაში მათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე უხდებათ სიარული, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის საფრთხესაც ქმნის. Იმიტომ რადგებოთ არის შულუეს ხიდი მიტოვებული და მაგის გულისთვის გამოილიც მანქანა და გაწუწულები მივდივართ სახლში. წვიმიან ამინჩი განსაკუთრებით წვიმიან ამინჩია, არავინ ყურადღებას არ აქცევს. სხვა რას აქცევენ ყურადღებას, რომ მაგას მიექცევენ, მაგრამ ხშირად გვიხდება სიარული, ცუდი მდგომარეობა. აი აქ ტროტუარზე სულ წყლები დგება, გუბები. ფეხით მოსიარულეს გზაზე უხდებათ სიარულეს. მანქანა. რა თქმა უნდა. კი. თაკი გამოვდივარ ყოველთვის გუბეებია იწუწება გზიდან მოსიარულე და თვითონ აქაც ძალიან ძნელი გადასასვლელია. გასასწორებელია რა თქმა უნდა ყველაფერი. აი აქ რა განსაკუთრებით არის უსწორმასწორო ადგილი და წყალის დაგუბება ხდება. შეხვედრისასაც არა ერთმანეთსა. მიჭირდება აქცევა. გადავდივართ ერთი მხარე ზოგჯერ იქითკენ ისე უწევ. წყალით არის სავსე. ძალიან თამომწონეთ რომ მიდიო და შეიძლება გაიწუწო კიდევ ვარცა. როგორც ქალაქის გამგეობაში აღნიშნეს, ხიდის სავალი ნაწილის ორივე მხარეს მრავალფენოვანი ასფალტის საფარის გადაკვრის შედეგად გაუქმებულია 17 წყალგამტარი ხვრელი, რაც სავალ ნაწილზე წყლის დაგროვებას იწვევს. ხიდის ავარიული მდგომარეობის შესასწავლად ქალაქის გამგეობაში შეიქმნა სპეციალისტთა 5-კაციანი კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ საჭიროა გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც საჭიროა დაახლოებით 14,000 ლარი. ქალაქის გამგეობამ რაიონის გამგებელს წერილობით მიმართა ხიდის შესაკეთებლად თანხით წილობრივი მონაწილეობის შესახებ. ისიც გამოირკვა გასვლელების დროს, რომ სამხრეთის მხარის ტროტუარის ქვეშ, ესე იგი კონსოლური ტროტუარების ქვეშ მოხდა რკინაბეტონის ელემენტების დამცავი დაშლა და წარმოქმნილია ამ მუშა არმატურის კოროზიული პროცესი. ჭირდება ამას, სოფელია, ამას დაცვა ჭირდება ცემენტის ბუღების ლესვით. მცირე სამუშაოებია იქ ჩასწარებელი, რომ საექსპლუატაციო წესებრივი ისეთი მხარე ამ ნაგებობის იქნას სრული დატვირთვით გამოყენებული. დასკვნების საფუძველზე ქალაქ გორის გამგეობა ნომერ 171 22 ივლისის წერილით გაგზავნა რაიონის გამგეობაში, რომ წილობრივი მონაწილეობა რაიონული ბიუჯეტიდან იქნება რაღაცა გამოინახოს და ეს ხიდზე ჩაუტარდეს სხვადასხვა რაღაც სამუშაოები, რომლის ღირებულება კიდევ მეორე 14,000 ლარამდეა. რაც შეეხება გორის რაიონის გამგეობის წარმომადგენელთა კომენტარს, თამარე დიშერაშვილთან შეხვედრა სამწუხაროდ ვერ შევძელით. თუმცა მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა ქალაქის გამგეობის ექსკლუზიურ ფუნქციებში შედის. ამის მიუხედავად, ქალაქის გამგეობის წერილის გათვალისწინებით, მათ მაინც მოამზადეს პროექტი ცენტრალურ ხელისუფლებაში წარსადგენად, რათა თანადაფინანსებით გადაწყდეს ამგვარი რიგგარეშე საკითხები. თუ როდის დაიწყება ხიდის სარემონტო სამუშაოები, კონკრეტულად ვერავინ ასახელებს. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ წელს თუ 14,000 ლარია საჭირო, მომავალში სარემონტო ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება.